უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას ასევე გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარებიც, მათ სოციალური ქსელის საშუალებით დაწერეს საკუთარი განცხადებები. ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის. ასევე ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა დაწერა, რომ უცხოური აგენტების კანონი რუსული დიქტატურიდან არის შემოტანილი და ის მოწამლავს მთელ დემოკრატიულ პროცესებს და ევროინტეგრაციას. ქართული ოცნება თუ კოშმარი წერს ის სოციალურ ქსელში. ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ შესაძლოა უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება ქართულ ოცნებას სჭირდებოდეს არჩევნების წინა პერიოდში პოლარიზაციის გაღვივებისთვის. ის ასევე აცხადებს, რომ ქართული ოცნება ცნობილი არის ანტიდასავლური რიტორიკით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ საკმაოდ უარყოფითი განცხადებებით და სწორედ ამიტომ ის აცხადებს, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება საკმაოდ მწვავე რეაქცია ბრიუსელში. ასევე ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი აცხადებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის. მისი თქმით, ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, რადგან დემოკრატიული კრიტერიუმები არ არის მოლაპარაკების საგანი. ამ საკითხს ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან. ის აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას სურს ვითარების არევა საქართველოში. ამავდროულად ის ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ უკვე კარგად იცის, რომ მათი მმართველობა მალე დასრულდება და მისი აზრით სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ ამ კანონპროექტის შემოღება. არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრი გამოეხმაურა ამ ფაქტს და მათი განცხადებით ეს კანონპროექტი მიმართული არის არამხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების და ორგანიზაციების წინააღმდეგაც, არამედ მოსახლეობის წინააღმდეგად. და ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას დეზინფორმაციას ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ეს კანონპროექტი და ასევე მათ შორის ანტიგენდერული კამპანიის სახითაც ვრცელდება არაერთი დეზინფორმაცია. სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის საკმაოდ ვრცელ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში. ისინი აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ მმართველ პარტიას იმას, რომ ეს კანონპროექტი შემოიღონ. ისინი აცხადებენ, რომ შარშან სწორედ ერთი წლის წინ მათ არ მისცეს უფლება ამ კანონპროექტის შემოღებისა და სწორედ ეხლაც ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ხელახლა არ განმეორდეს.